ეს კვირაც ძალიან მაგრად დასრულდა. კვირის ბოლო დღეს დაიპრინტა ძალიან ჩვეულებრივად. მოკლედ მარკეტის გახსნისთანავე ძალიან კაი სეტაპი გქონდა აქ. ES&P გქონდა all time high მოხსნა მარკეტმა და აქ რასაც ვხედავთ ჰაიები, რაც წინა ჰაიები გქონდა მოკლედ მაღალ time frame-ზე ყველა მოხსნილი გქონდა და 1 საათიან ფეროლოგებში იყო 79%-ის მაღლა იყო ასევე დისკაუნტის ზონის. აქ მერე რაც შეუმჩნიე რომ მარკეტს ძალა ქონდა დაკარგული და კონსოლიდაცია ქონდა დაწყებული მოკლედ ამ კონკრეტულ ადგილას. აქედან ახლა რას ხედავთ ან რას ველოდებით რა მარკეტი გაიხსნა თუ არა პირველ რიგში ველოდებოდი ამის манипуляციას ხო კონსოლიდაცია манипуляცია და დისტრიბუცია დაბლ მხარეს ვაპირებდით ან ერთ დღიანზეც რო შევხედოთ ერთ დღიანზე მთელი დღე გაიხსნა თუ არა ეს დღე მიდიოდა მაღლა ვიქიც არ ქონდა გაკეთებული და პირდაპირ გაიხსნა თუ არა მიდიოდა მოკლედ მაღლა რა აქედან გამომდინარე ველოდებოდი ამ манипуляციის დასრულებას და აქედან შორტში შესვლას ისევ ერთ წუთიანზე რო გადავიდეთ მოკლედ რატო იყო ახლა ეს ადგილი entry აი აქ თუ კარგად დავაკვირდებით დავინახოთ რომ манипуляციის ანუ liquidity sweep-ის მერე გქონდა სტრუქტურის ცვლილება და breaker block. Entry შეგვიძლია გქონდა breaker block-ზე, ну მე ცოტა მაღლა მქონდა entry order block-თან. ზოგადად მარკეტის გახსნის დროს ცოტა რთული არის ტრეიდის კაი სეტაპის მოძებნა, იმიტომ რომ ძალიან ვოლატილური მარკეტი და ძირთად манипуლირებს ხოლმე. ამიტომ თქვათ ძალიან მაღალ ალბათობიანი ტრეიდი არ იყო ეს. ну მოკლედ პირველი ტარგეტი იყო internal liquidity 15 წუთიანი gap-იც უწევდა აქ. და მეორე ტარგეტი იყო უკვე აქ ლონდონის low რა. ეს იყო მოკლედ დღევანდელი ტრეიდი და დღევანდელი სეტაპი. ძალიან მარტივი დღე იყო და ძალიან მარტივად შეგვიძლია ფულის კეთება. კონსოლიდაცია, манипуляცია, დისტრიბუცია. SPO3 რომელიც რამოდენიმეჯერ ავხსენი დაჟე TikTok-ზე მიდევს კიდეც ვიდეო განმარტება მაგის. თუ გინდა ამ და ესეთი კონცეპტების უკეთესად შესწავლა, შემოდით ჩემთან Discord-ზე და იქ აგეხსნე ყველაფერს დეტალურად.